5 ხრიკი როგორ დავიწყოთ ვარჯიში, როცა мотиваცია არ გვაქვს. მანამდე შეგახსენებთ გამოიწერო ჩემი YouTube არხი, რადგან უფრო მეტნი ვიყო და უფრო ძლიერები. პირველი ხრიკი. დაიწყო ყველაზე მარტივი მოძრაობით. ივარჯიშე 2 წუთი ყოველ დღე. ამით გამოიმუშავებ დისციპლინას და თან იმის განცდა არ გექნება, რომ ვარჯიში დიდხანს გაგრძელდება. დისციპლინის გამომუშავებასთან ერთად გაზარდე ვარჯიშისთვის განკუთვნილი წუთები. დამიჯერე საბოლოოდ სასურველ შედეგს მიიღებ. მეორე ხრიკი. ივარჯიშე საყვარელი მუსიკის ან პოდკასტის ფონზე. დამწყებებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ვარჯიში იყოს ნაკლებად სტრესული, რომ ხელი არ ჩაიქნიონ და არ დანებდნენ. მესამე ხრიკი. იპოვე ვინმე, ვისთან ერთადაც ივარჯიშებ. თუ ყავს მეგობარი, ვისაც სურს ვარჯიშის დაწყება შესთავაზე, რომ ერთად ივარჯიშოთ. სპორტდარბაზში ან გარეთ ბუნებაში. ამით უფრო გაიმარტივებთ ვარჯიშის პროცესს და პასუხისმგებლობას გექნებათ დაწყებული საქმის მიმართ. ჩამოთვლილი 4 ხრიკი თუ მაინც გეძნელება, მე-5 ხრიკის ცადე. ბუნებრივი ვარჯიში. მაგალითად, ტელეფონზე საუბრის დროს ეცადე გაისეირნო. თუ სახლში ხარ, მუდმივად უმოქმედო მდგომარეობაში მოიქნები. ოთახი დაალაგე და ასე შემდეგ. თუ სამსახურში ან უნივერსიტეტში მიდიხარ და არც თუ ისე შორს არის შენი სახლიდან, არ გამოიყენო ტრანსპორტი და ფეხის ცადე წასვლა. როდესაც მუდმივად იქნები ფიზიკურად აქტიური, შეძლებ მიაღწიო სასურველ მიზანს. არ დაგავიწყდეს, გამოიწერე ჩემი YouTube არხი დროებით.